კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიას და წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს, დეკანოზი დავით ციცქიშვილი, დილამშვიდობის მამაო დაგვივრცეთ. მოგესალმებით. მეტად საინტერესოა დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა მედიცინა ეკლესიის წიაღში. თუ შეიძლება გამომართეთ, ანუ რას გულისხმობს, როგორ შეიძლება აიხსნას ეს დაუშვათ კონკრეტულად რაზეა საუბარი და ბუნებრივია საუბრიდან გამომდინარე შემდგომ უფრო განვავრცოთ ეს თემა. ალბათ მედიცინა ეკლესიის წიაღში ბევრ ასპექტს მოიცავს, თუ შეიძლება ასე ითქვას. აქ შეიძლება უპირველეს ყოვლისა აღენიშნოს ის თუ თუნდაც აი ეკლესიური გაგებით რატო უშვებს უფალი სნეულებებს, ავადმყოფობებს რა დატვირთვა აქვს აი ამ ასე ვთქვათ კანონზომიერებას ეს მეტად მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ დიდი შინაარსი არის აქ ჩადებული. შემდეგ ალბათ შეიძლება ითქვას თუ ეკლესიას რა საშუალებები მოეძიება იმისთვის რომ სნეულებაში მიეხმაროს ადამიანს და თუ არ განკურნოს ყოველ შემთხვევაში შეუმსუბუქოს თავისი კივილი და ეს ძიმე გასასწრებელი ხშირად გადაატანინოს პროდუქტუალურად და ასე და ასე შემდეგ, ასე რომ ბევრი ნიუანსის წინ წამოწევა შეიძლება. ალბათ დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო გავშალოთ ეს თემა. დიახ, აი მაგალითად თავდაპირველად აი თქვენ როგორც ახსენეთ, მამო, მართლაც ხშირად არის ხო გაგვიგებსმენია თქვენ ალბათ განსაკუთრებით რომ ძალიან მორწმუნე ოჯახი თითქოს დაუშვათ რამე ძიმე ცოდვა არ გააჩნია და რაღაც ძალიან დიდი ტრაგედია დაწყდება, თუნდაც დასნეულდება, შეიძლება ძალიან ძიმე სენი თუნდაც გარდაიცვლება და არის ხოლმე რომ აი რატო ხო დაუშვათ არაფერი დაუშვებია. ჩვენ ვიცით მაგალითები იმისა, რომ ძალიან დიდი მღვდელმთავრები, წმინდანები, დიდი სასულიერო პირები, მათ ოჯახს აწვევენ ტრაგედია, ხო, ავადმყოფობის თუ დურების გამო გარდაცვლა. რატომ ხდება ეს თქვენ თვითონ ბრძანეთ, რატო უშვებს უფალი თუ შეიძლება ეს ახსნათ და შემდგომ უკვე ის ეტაპები გავიაროთ, რაც თქვენ ბრძანეთ, აი მაგალითები რომ მოვიყვანთ, რა ფორმით შეუძლია ეკლესიას საუბრობთ ამ მხრივ მედიცინის კუთხით ჩარევა. დიახ, საერთოდ უნდა ითქვას ის, რომ აი ადრე როდესაც მედავითნობა მიწევდა 95 ფსალმონი იკითხება ერთ-ერთი ჟამნის დროს და სულ ჩემ ყურადღებას იპყრობდა ხოლმე ესეთი ფრაზა. დღენი წელიწადთა ჩვენთან იმათთანა 70 წელი, ხოლო უკეთ უძლიერებას შინა 80 წელი და უმრავლესი მათი შრომა და სამბობა. სამბობა ეს არის ავადმყოფობა. ანუ წარმოიდგინეთ, რომ უფალი უკვე უშვებს, როდესაც ადამიანი იბადება, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სამობას ავადმყოფობას საკმარისად დიდი დრო დაეთმოს. თვითონ ეკლესიური გაგებით რატო ხდება ავადმყოფობების დაშვება, სხვადასხვა მიზეზია. აი ზოგჯერ ღმერთი ავადმყოფობებს გვიგზავნის როგორც სასჯელს ჩვენი წოდებისთვის. ზოგჯერ ნებათა განწმენდისთვის და დათრგუნვისთვის, აი ეს მიზეზიც წინ იწევს. ზოგჯერ სნეულება თავს აგვაცილებს ხოლმე მომავალ წოდებს, რომელშიც ჩავარდებოდით, რომ ვიყვნოთ ჯანმრთელნი. უზრუნველი და ლაღნი. ზოგჯერ სენი ჩვენი უსაქმრობის გამო შეიძლება შეგვეყაროს, რომ გამოფხიზლდეთ და სხვანაირი მოშორნეობით შევუდგეთ, ასე ვთქვათ, ჩვენს ყვაწლს. ზოგჯერ უფალი ავადმყოფობით გამოსდის ხოლმე ჩვენ რწმენას და მოთმინებას, რათა მომავალი ცხოვრებისთვის ჯილდო მოგვიმზადოს. ანუ მიზეზი არის სხვადასხვა და არის ერთი საინტერესო დეტალი, ესე ვიტყოდი, რომ როდესაც სერიოზულ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე, ადრე თუ გვიან შინაგანი ხმა ადამიანს სინდისის ხმა ეუბნება, რატომ დაიშვა მას ეს განსასწრელი. უბრალოდ ჩვენ ჩქარობთ ხოლმე და გვინდა პასუხი მალე მოგვეცეს, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც ხდება ხოლმე უფლისგან მითითება, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მე მახსენდება ერთ-ერთი უნარ შეზღუდულის საუბარი
ის დაინვალიდდა და მან მითხრა რომ იმდენად არასწორი ცხოვრების წესი ცხოვრობდიო რომ არა ეს განსასწრებლიო ჩემი შემოbrunება შეუძლებელი იქნებოდა ოფლისკენ. ადრე თუ გვიანა შინაგან ნახმა უთხრა მას ფსიქოლოგიური მომენტების სულიერი ძალიან საინტერესოა. ალბათ ითეულ ჩვენთანაც შეუმჩნევია რომ როდესაც ავად ხდება რა მეტად გამარტოვდება ხოლმე მეტად ასე ვთქვათ ფიქრობს ორმოვდება საკუთარ თავს თავმოყარება ჩვენი უფრო სუსტდება უნებებიც ასე ვთქვათ ფერფრთალდება ასე რომ ავადმყოფობის ხანა ზოგჯერ აი შემოbrunების ხანა არის ხოლმე მეტი ფიქრის ჩაღრმავების და ასე შემდეგ და ესეთი დიდი აზრის მომცველია ვის სიამოვნებს ახლა სნეულება არავის არ სიამოვნებს მაგრამ კიდევ მეორე პროექტი არის ადამიანური ლოგიკა ადამიანური სიამოვნება და მეორეა უფლისმერი დაშვება და მე მახსენდება აი წმინდა ნიფონტის სიტყვები მას სასიკვდილე სარეცელზე კითხეს თუ რა სარგებლობა მოაქვს ავადმყოფობას და მან უთხრა რომ აი როგორც ოქრო იწმინდებაო ჟანგისგან ისე კაცი ავადმყოფობით იწმინდებაო ცოდვებისგან ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კიდევ მეორე ავადმყოფობას ადამიანის ცხოვრების მანძილზე თუმცა ბევრი ისეთ ძალიან რაღაცნაირად მნიშვნელოვანი ჩვენთვის გასაცნობიერება ძნელი მომენტია. ერთი რამე ხა რატომღაც გამახსენდა, იმიტომ რომ შეიძლება რომ ამას ხაზი არ გაუსვა. ყველაფერი შეფარდებითია ამ სამყაროში და როდესაც ადამიანს ტკივილი აწუხებს და ზოგჯერ ეს ტკივილი არის გაუსაზლესი, ძალიან ძლიერი. აი მომენტში როგორი შეგრძნება იცით რომ ოღონდ ეს ტკივილი არა და მეტი არაფერი არ უნდა ცხოვრებაში. არ ვიცი თქვენც ალბათ გამოგისწრებთ არა. იმდენად ხშირად გაუსაზლესია ეს ტკივილი და იმდენად ძნელი ასატანია. და აი ამ შემთხვევაშიაც როგორ გითხრათ ამ ტკივილსაც ეთყობა რაღაც დატვირთვათ, იმიტომ რომ როდესაც მიდის ელექტროენერგია, მაშინ აფასებ ელექტროენერგიას, როდესაც წყალი არ არის, მაშინ აფასებ რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჯანმრთელობა გერყვება არა, აი მაშინ ისევ ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი სიტყვები მახსენდება, რომ თორემ ჯანმრთელობის მეტი არაფერი არ უნდა ეტრო ადამიანმა. ეს რა თქმა უნდა ადამიანური ლოგიკა გაგება ჩვენთვის უმთავრესი რა თქმა უნდა სულის ხსნა, მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ესეთი ფრაზები დაცდება ხოლმე. კაცს თუ იშვიათად. და მამო, აი ასეთ საკითხზე მინდა შევაჩეროთ ყურადღება ახლა ჩვენ ეკლესიური კუთხით საუბრობთ ცნეულებაზე და დავუშვით მედიცინაზე. ბუნებრივია მედიცინაც მაცხოვრებელ დაშვებით ხდება და ეს ეკლესია არ უარყოფს მედიცინას. და ბუნებრივია ეკიდენ კონსულტაციას, ჯანმრთელობას სწავლებას და ასე შემდეგ. მაგრამ არის ხოლმე ესეთი თითქოს მოსაზრებაც და ძალიან არის სკეპტიკოსები და თითქოს რაღაცა თვითგონების დონეზე ასული რომ აი ეს არის ჩემი ცოდვების ბრალი, ჩემი მონანიება და უარყოფენ ექიმს, არ მიდიან ის რაღაცა თითქოს ამით უფრო მეტად მოინანებენ ცოდვებს. აი ამ კუთხით დავუშვათ როგორც მოძღვარი, როგორ შეაფასებ და რა რჩევას მისცემთ მსგავსი მოსაზრების ადამიანებს თუ არის ბუნებრივია ეს პრობლემა. დიახ, იცით რა არის აქ როგორ გითხრათ, გადამლაშება არაფრით არ შეიძლება. მე მინდა რომ ერთოსფეროს მაგალითზე განმარტო რას გულისხმობ. ჩემთან არც თუ იშვიათად მოდიან აი ფსიქიკური პრობლემებით. და ხშირად არის ისეთი შეგრძნება რომ ცით როდესაც რაღაც გარკვეული ფსიქიკური აშლილობა იქ საუბარი არ გამოდის. ადამიანს დარიგებები არ ესმის. შეგრძნება რომ ახსარება რო ათქმევინო დიდი აზრი არ აქვს. უნდა მოხდეს სტაბილიზება მდგომარეობის და რა ხშირად მიფიქრია იცით რომ აი მადლობა აღმავლენია რომ თქვათ არსებობს ესეთი დარგი ფსიქიატრია და შეიძლება რომ ადამიანს ჩაუტარდეს მედიკამენტური მკურნალობა და ამ მკურნალობის შემდეგ
მე უკვე შესაძლებელი გამხდარა მასთან საუბარი და უკერჩევა დარიგებების მიცემა. ასე რომ ეს არის უფლის წყალობა რო არსებობს, კარდიოლოგია არსებობს, ფსიქიატრია, გინეკოლოგია და ასე შემდეგ და როდესაც ადამიანები ზედმეტს იღებენ საკუთარ თავზე და ცდილობენ ლოცვით მოხდეს განკურნება, ეს ხშირ შემთხვევაში სავალალოდ თავდება, მე ესე ვიტყოდი. თვითონ წმინდანებისგან გამიგია, იცით, მაგალითად მამა იოსებ ისიხასტი სხვა სკურნავდა და საოცარი ძალის პატრონი იყო ეს თანამედროვე, როცა საუკუნის ათონელი ბერი. მაგრამ მე თვითონ თავის წერილებში წერს, რომ მე არ ვაფასებდიო ექიმის მისიას დანიშნულებას და როდესაც თვითონ ძიმედ გახდა, მე მიხვდა, რომ უფრო მეტად გააცნობია რა მხოლოდ დანიშნულება აქვს, ასე ვთქვათ, სამედიცინო ჩარევას. თუმცა უნდა იკითხოს ის, რომ აქაც უკიდურესობა არ არის საჭირო. ჩვენ აი ვიყენებთ რა მართლმადიდებლური მიდგომა როგორია სამედიცინო საშუალებებს ფიზიკური ჯანმრთელობის აღსადგენად მაინც დაჟინებით არ უნდა ვეშორებოდეს სწრაფ განკურნებას და თავი იმედი მაინც უფალზე უნდა დავამყაროთ. ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება, უნებია. ყველაფერი უფლის დაშვებით. რა თქმა უნდა, უპირველესი მკურნალი არის ღმერთი, მაგრამ იცით რა არის აი იგნორირება იმის, რაც ღმერთმა დაუშვა იმისთვის, რომ ჩვენს ნეულებებისგან გამიკურნოთ, ესეც სადღაც თითქოს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. უფალმა დაუშვა ეს სფერო და რად გინდა შენ რომ კიდევ მეორე რაღაცნაირად გააფერქთალო და მას მისია დაუკარგო. მამო, ბოდიში ხთებო, ეხა მარხვა ახლოვდება, ეს თემაც მინდა რაღაც ერთ სიტყვით შევეხოთ. არის ხოლმე ხშირად ხო, რა იდაშო თქვენ ძალიან თქლა რომ ბუნებრივია დასაშვები აბსოლუტურად მედიცინა, ექიმის რჩევა, მკურნალობა და ასე შემდეგ. და არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ აი მრევლი მიმართოს მაგას, რომ აი ექიმამ მითხრა, რომ დაუშვათ ეს უნდა მიიღო ეს პროდუქტი, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი შენ ჯანმრთელობისთვის. და აი მარხვაში რამდენად არის შესაძლებელი, რომ დაუშვათ თუ აუცილებლობაა, მაგრამ ხანდახან ისიც ხდება, რომ ადამიანები ძალიან გადართული არიან და გონიათ, რომ დღეში 30 ტაბლეტი წამოვლინა მიიღონ და აუცილებელია და რაღაც ეს ზღვარი აუცილებელი. აი ამ კუთხითაც რომ გამართოთ აი მარხვის მდგომარეობაში თუ ექიმა ურჩია ადამიანს და ეს ნამდვილად აუცილებელია მის ორგანიზმის გარკვეული პროდუქტი რითაც წარმოიქმნება თუ არ ვიცი რა. ცით ამ შემთხვევაში ბევრი მოძღვარი არის როგორ გითხრათ მეტად დამთბობია ჩემთან რომ მოდიან ხოლმე ვეუბნები რომ თუ შენ ორგანიზმს სჭირდება და ექიმის დანიშნულება იქ რაზეა ლაპარაკი მიიღე ყველაფერი ის რაც სჭირდება შენ სხეულს იმიტომ რომ აგრესიული გაგებითაც ეს არის მეათე ხარისხოვანი აი ფიზიკური მარხვის დაცვა თავი არის სულიერი მარხვა იქ რაღაცა შეჭამს თუ არ შეჭამო არა მაგას თუ ჭამამდეა დასული ესე იგი ის არ უნდა რაც უნდა იყოს ის არ არის რა თქმა უნდა გეთანხმებით ის არ არის ასე რომ ამას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება თუ შეიძლება ასე ითქვას და ძალიან სუგზელი დამოკიდებულება იყოს უნდა ამასთან დაკავშირებით და რაც შეეხება იმასაც ზედმეტი ტაბლეტების რა თქმა უნდა კლაპოც არ არის სასარგებლო ცით რა არის ჩვენ საერთოდ გონია რომ ხშირად არასწორი ცხოვრების წესით გამოვირჩევით იმ კუთხით რომ ტაბლეტების კლაპოს თერიქ შემთხვევებში ჯობია მეტი დაიტვირთო ფიზიკურად მეტი დაისვენო და ასე შემდეგ ანუ სხვა კუთხით ებრძოლო უფრო სნეულებას თუნდაც დიეტით და ასე შემდეგ ვიდრე ის რომ ძალიან ბევრი რაოდენობის სამალი მიიღო. ნუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ გაანალიზებდა ასეთიო აკუთხით არის გადამლაში. მამამ, წაღენ თქვენ მძანეთ რომ როდესაც ადამიანი ავადობს ამ პერიოდში მას აქვს საკმაოდ დრო იმისთვის რომ დაფიქრდეს თქვა თავის ცხოვრებაზე, თავის შეცდომებზე და ზოგადად თავისი
ცხოვრების მნიშვნელობაზე. და არის ასეთი შემთხვევებიც მამალობად თქვენისაც ცნობილი არის რომ როდესაც ადამიანს სნეულება დაეუფლება ის რატომღაც საოცრებლად საყვედურს გამოთქვამს ხოლმე უფლის მიმართ რომ რატომ მოვიდა ასე და ასე შემდეგ ხა რაღაც გავაგზავნებ იმიტომ რომ თქვენისაც ეს კარგად ნაცნობია და აი რას ურჩევდით ასეთ ადამიანებს როგორ უნდა მოიქცეს ეს ადამიანი რომ არ ჩაიგდოს თავი უფრო დიდ ცოდვაში და უფრო არ დაიმძიმოს თავისი ცხოვრება დიახ, მე გეთანხმებით, რომ აი აქ ლაპარაკი ადვილია და როცა საქმეზე მიდგება. დიახ. ავადმყოფი დიდი განსასწრელია და არავინ არ იცის როგორ გადაიტანს ამ ავადმყოფობას. ჩემთვის პირადად აი ადამიანური სიძლიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლინება, როდესაც კაცი ვაჟკაცურად ხვდება სიკვდილს. და როდესაც დროტვინის გარეშე გადააქვს მეტად ძიმე ავადმყოფობა. ეს ძალიან დიდი სტიმულის მომცემია. არც თუ იშვიათად ვიმეორებ ესეთ შემთხვევას რუსეთში იყო 38 წელი კაცი პარალიზებული და ისეთი სითბოთი, ისეთი ღიბილი ხდებოდა მიმსროლებს, ისე უდრუტუნულად იტანდა თავის გაჭირებას, რომ ბევრისთვის ეს იყო მაგალითი, რომ მიდიოდნენ მისგან. სულ შემოდიოდა ფიქრი, რომ ეს კაცი ესე გაჭირებულია და ესე იტანს თავის განსასწრელს და მე რა დამემართა ჩემი ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამომდინარე. მაგრამ იცით, ადამიანები ვართ. ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს, მე ესე ვიტყოდი და ერთნაირი მონაცემი არ აქვს, თუნდაც ავადმყოფობის გაძლების კუთხით და რა თქმა უნდა, მთელი შემთხვევაში არის დროტვინის მომენტი. შურის მომენტი, რომ აი სხვა ჯანმრთელია. რატომ მეუფალო? სხვა ჯანმრთელია, თუნდაც მამა ვთქვათ, ის ვინც ჯანმრთელია, ვთქვათ, ამბობს, რომ მას ჩემზე მეტი ცოდვა აქვს და რატომ მაინც და მაინც მე მომეკითხა და მას არა. ხო, აი იცით, ეს მომენტი არის და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ალბათ აი სიბერისთვის უნდა ემზადო უკვე ახალგაზრდობაში. მე ესე ვიტყოდი. და მე რა არის იცით რომ აი ისე დაუბრუნდები ცხოვრების არაჯანსაღი წესის ამპირობებს, თერი შემთხვევაში ავადმყოფობებს. არის ასეთი დაავადებები, ფსიქოსომატური დაავადებები. გულისხმობს რას რომ აი ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი იწვევს ფიზიკურ დაავადებებს, კერძოდ მაგალითად ასთმა, 12 გოჯა ნაძლავის წყული, დიაბეტი და ასე შემდეგ და მართლმადიდებლობა ყველაფერთან ერთად არის უარყოფით ფიქრებთან და ემოციებთან გამკლავების ხელოვნება. როდესაც შენ განცდებს ემოციებს, ფიქრებს ვერ აკონტროლებ, ხშირად ეს ხდება დაავადების გამოწვევის მიზეზი. ამიტომაც არის რომ ქრისტიანობა გულისხმობს რას რომ ბერები ითხოვენ უფრო მომაძალართ და სულიერ სიმშვიდით შეუგება ყოველ იმას, რასაც მომდას დღევანდელი დღე. და აღმოჩნდა რომ აი როდესაც სიმსივნესთან გვაქვს საქმე წინა პერიოდში ბევრ მათგანს დიდი სანერვიულო შექმნა და მეტად დიდი უარყოფითი ფონი იყო. ეს რაღაცნაირად აი ამ იმუნიტეტს მე ესე ვიტყოდი ასუსტებს და იგივე სიმსივნის შემთხვევაში ყველაზე ერთ-ერთი დიდი ბრძოლის საშუალება არის როცა ადამიანი არ წყდება, არ ნებდება ავადმყოფობას და დროტვინებას არ იწყებს. გაცილებით კარგი შედეგებია ამ შემთხვევაში. და შეიძლება ახლა გამიგრძელდა სიტყვა და ვიტყვი იმას, რომ ესე ადვილი არის ძიმე ავადმყოფობის დროს გააკონტროლოს საკუთარი განცდები, ემოციები, მაგრამ ეს გაძლევა მაინც უფალს უკავშირდება. კერძოდ რა იგულისხმება, რომ ლოცვა როდესაც განსაკუთრებით შემოგიტევს ამაზე ფიქრი, რომ რატომ მაინდა მაინც შენ, რატო დაუშვა ეს ღმერთმა, რა გაუსაძლისი ტკივილია. იმ შემთხვევაში მე ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ლოცვა დაიწყო. დეპრესიაში ჩავარდნაც ცოდვა ხოლმე რა თქმა უნდა ცოდვა არის, როგორ არ არის და რაც გითხარით, როგორც სულიერად ართულებს მდგომარეობას, ისე ფიზიკურად. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ვინ როგორ რეაქციას მიქცევს აი ძიმე სნეულებების დროს არავინ არ იცის, იცით? ეხლა ჩვენ საუბრობთ და ბუნებრივია.
და ბოლოსკენ ჩვენ ფაქტობრივად ამოიცურა, აი 2 სიტყვით შევეხოთ, ასევე ექვსმენია რომ ადამიანი გარდაცვალების წინ როცა ძლიერს ცნეულებაშია იტანჯება, თითქოს არის რომ აი რაღაც აქ ებრძვის, აქ მისცა უფალმა საშუალება რომ მას რაღაცნაირად აქ და ეს ცოდვები მოიშოროს და ამით თითქოს საშუალება მისცა რომ აი მეტნაკლებად ჩემს მოგებული გავიდეს, ხო, იმიტომ რომ ის რა ცხოვრება ქონდა გავლილი არავინ არ ვიცი და ესეც რამდენად მართებული მიდგომაა და თუ არის ეს. რა თქმა უნდა, აი როგორც აღნიშნე, ცით აუნტყოფობის ერთ-ერთი დანიშნულება ის არის, რომ ცოდვებისგან იწმინდება ადამიანი. და ამიტომაც ხშირად მიფიქრია ის, რომ რატომ მაინც ეს საშუალება უნდა მოინახოს, რომ გააცნობიეროს კაცმა და სწორად იცხოვროს ეკლესიური კუთხით. მე ვფიქრობ, რომ საკმარისად დიდი დამცავი საშუალებაა, რომ მას ცნეულებები არ შეეყაროს. და კიდე ერთ რაღაცაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ყოველ ნებას ნებით გახელებას თავისი დაავადებები ახლავს თავს. მაგალითად აი მრუშობის ნება რა შიცი ქვენერიული დაავადებები ბრისხანების ნებას ხშირად აი სისხლძარღვოვანი დაავადებები იჩენს ხოლმე ამ დროს გართულებები ასე ვთქვათ თავს ნაყროვანება უკვე ასაკში რო შედის ადამიანი როგორც კი გადაამეტებს ცოტა საჭმლის მიღებას უკვე გრძნობს როგორი დისკომფორტი ექნება მას ვთქვათ მონელების თვალსაზრისით ასე რომ მე ესე ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა ადამიანი იწმინდება ცოდვებისგან მაგრამ ჩვენი საღი მიდგომა რო იყოს ნაკლებად მივიყვანდით ხშირ შემთხვევაში თავს აუნტყოფილ. დიდი მადლობა მამად დავით და აქვე გამოხსენა მისმა უწმინდეს მოგდან ერთხელ რომ ძალიან ხშირად აუნტყოფების აწყისი არის ცოდვა. ჩვენ სამადე საუბრობთ ეხლა ზუსტად დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრით შეგახსენებთ გვესაუბრებოდა დეკანოზი დავით ციტკიშვილი და ჩვენი საუბრის თემა იყო მედიცინა ეკლესიის წიაღში. ახლა 9